თქვენ უყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე პანჭილაშვილი ვარ და დღეს ვისაუბრებთ საბანკო სექტორზე. გადაცემას გავხსნი ექსკლუზივით ჩემს კითხვებს Fitch Ratings-ის ბანკების განყოფილების უფროსმა არტემ ბეკეტოვმა უპასუხა. Fitch-ის მიგნებებს გავაანალიზებთ სტუმრებთან ერთად დავით უტიაშვილს, ოთარ ნადარაიას და ელენე ცინცაძეს მოусმენთ. გადაცემის განმავლობაში ყველაფერი საქართველოში საბანკო სექტორის მისი მედეგობის და იმ გამოწვევების შესახებ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ბატონო არტემ, მადლობა რომ პასუხობთ ჩემს კითხვებს. ამ ანგარიშის მთავარი მიგნებებით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. დიდი მადლობა ელენე. მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ Fitch Ratings-ის მოსაზრებების საქართველოს საბანკო სისტემის შესახებ. 2026 წლის პერსპექტივების შემაჯამებელი დოკუმენტი ამ რამდენიმე დღის წინ გამოვეცით. პირველი, რაც უნდა იცოდეთ, ის არის, რომ საქართველოს ბანკები შთამბეჭდავად მედეგები აღმოჩნდნენ პოლიტიკური დაძაბულობის და სოციალური პროტესტის მიმართ. და ჩვენი აზრით ამის მთავარი მიზეზი მაღალი ეკონომიკური ზრდაა. მაღალი ეკონომიკური ზრდა ედება საფუძვლად ბანკების გაფართოების სტრატეგიებს, მათ მოგებას. და მეორე მხრივ ძლიერი მშპ აძლიერებს ნდობას და თავდაჯერებას მომხმარებლებში, ისევე როგორც ინვესტორებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სწორედ პოლიტიკური დაძაბულობების შემთხვევაში. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემოს გამო სოციალური პროტესტის გავლენა მოსალოდნელზე სუსტი იყო. ეს არის ნომერ პირველი დასკვნა. ნომერ მეორე დასკვნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოვიდის შემდგომ პერიოდში საქართველოს ბანკები ფუნდამენტურად გაძლიერდნენ. აქაც ვსაუბრობ პოსტკოვიდურ პერიოდში ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ერთი მხრივ და მეორე მხრივ დადებით გადინების ეფექტზე, რაც საქართველოს ეკონომიკამ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში მიიღო. საქართველოს მშპ-ს ზრდამ 2022-2024 წლებში საშუალოდ 9% მიაღწია. ამის მთავარი მიზეზები ადგილობრივი მოხმარება, ტურიზმი და ICT სექტორები, მიგრანტების დიდი ტალღა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 2022-2023 წლებში და საქართველოს გაძლიერებული როლია ტრანზიტში. ეკონომიკის ასეთმა მაღალმა ზრდამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბანკების საკვანძო მეტრიკები და მაჩვენებლები, განსაკუთრებით კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, აქტივების ხარისხი და დაფინანსება. სულმცირე ეს ორი დასკვნა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ შეძლოთ საქართველოს ბანკების მდგომარეობის შეფასება. დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ მინდა დავაზუსტო თქვენი მხრიდან მაღალი ეკონომიკური ზრდის ხაზგასმა. ნიშნავს, რომ საქართველოში კომერციული ბანკების დამსახურება არ არის მათივე მედეგობა. რა გააკეთეს კონკრეტულად ბანკებმა, რომ მათი პერსპექტივა გაუმჯობესებულიყო? თუ ეს მაინც საქართველოს ეკონომიკასთან ურთიერთდამოკიდებულებით აიხსნება? დიახ, მესმის რასაც გულისხმობთ. მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი და მართვადი ინფლაცია, მყარი გაცვლითი კურსი, ეს ის მატერიალური რესურსებია, რომლებიც განაპირობებს ბანკების მედეგობას. მარტივად რომ თქვათ, ზრდადი ეკონომიკა ყოველთვის კარგია ბიზნესისთვის, მოხმარების ზრდისთვის, ინვესტიციებისთვის. ამის ნაწილი კი კრედიტით არის დაფინანსებული. სესხები ფინანსური ინსტიტუტებისაგან. ამდენად სესხის ზრდა ნიშნავს ბიზნესის გაფართოებას, მაღალ მომგებიანობას. ამასთან უმჯობესდება აქტივების ხარისხით, რადგან ვალის დაფარვაც ხდება. ბანკების საბალანსო დოკუმენტებში მეტი ლიკვიდობაა. ამდენად მაღალი ეკონომიკური ზრდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამას ემატება პრუდენციული რეგულირება, რომელსაც მიჰყვება საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო წლების განმავლობაში. ამის მაგალითია, რომ ბანკებს დღეს მინიმალური კაპიტალის მაღალი მოთხოვნები აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დანაკარგების აბსორბციისთვის კაპიტალის ბუფერები მაღალი უნდა ჰქონდეთ. გამოდის მაინც ორმხრივია ეს გზა. საქართველოს ეროვნულ ბანკსაც უჩნდება იმის ფუფუნება, რომ მაღალი მინიმალური მოთხოვნა დაუწესოს კაპიტალზე ბანკებს და ბანკებმა აწიონ ეს მოთხოვნა. ასე არ არის? დიახ, ნამდვილად ასეა. ამასთან რეგულირების პრუდენციული პოლიტიკა ამ მედეგობის შენარჩუნების გზადაც შეგვიძლია განვიხილოთ. მაშინ ასე გკითხავთ, რას აჩვენებს თქვენი აუთლუკი ნეიტრალური ბანკებისთვის? ჩვენ მომავალშიც ვერ ხედავთ რაიმე ტიპის მოვლენებს, მათ შორის პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივებასაც, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს საქართველოს ბანკების მედეგობა და კარგი მაჩვენებლები. სექტორის პრობლემური სესხების მოცულობა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეზეა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აქტივების ხარისხი ამ ეტაპზე კარგია, ჩვენ მაინც სულ ვიმეორებთ, რომ ეს კომპონენტი ქართული ბანკებისთვის მაინც მოწყვლად ფაქტორად რჩება. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ციკლურობის მქონე სექტორებზეა დიდწილად საბანკო სექტორი დამოკიდებული, მაგალითად მშენებლობა, უძრავი ქონება, სტუმარ-მასპინძლობა, რაც ბუნებრივად ასახავს საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურას და ხსნის მაღალ დოლარიზაციას, რაც რისკია. დოლარიზაციის ეს მაღალი მაჩვენებელი მიზეზი გამოდის თუ შედეგი და თუ შედეგია, შედეგთან ბრძოლამ რამდენად შეიძლება მოიტანოს სტაბილური დედოლარიზაცია ქვეყნისთვის?
დიახ, სავარაუდოდ დიდი ალბათობით ეკონომიკური სტრუქტურის შედეგია. აქ მხოლოდ ის შემიძლია, რომ აგიხსნათ, რატომ მივიჩნევთ ჩვენ, რომ დოლარიზაცია ნამდვილად არის საკვანძო ფუნდამენტური სტრუქტურული რისკი ქართული ბანკებისთვის. სექტორში არსებული სესხების თითქმის ნახევარი, ოდნავ ნაკლები, ვიდრე ნახევარი უცხოურ ვალუტაშია. ამასთან სესხებელთა უმრავლესობა არ არის ბუნებრივად ჰეჯირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში. და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ადგილობრივი ვალუტის მნიშვნელოვან გაუფასურებას, ეს დღეს არ არის ჩვენი ბაზისური სცენარი, მაგრამ მაინც რომ წარმოვიდგინოთ, მივხვდებით, რომ ეს რისკია და სრულიად შესაძლებელია რომ მოხდეს და ამას მატერიალური გავლენა ექნება მსესხებლებზე იმდენად, რომ შეიძლება მისი მომსახურებაც გაუჭირდეს. ეს კი თავის მხრივ დააზიანებს ბანკებისთვის აქტივების ხარისხს. ამის პარალელურად, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ აქტივების მაღალი წილი, მათ შორის სესხები უცხოურ ვალუტაშია, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს კაპიტალიზაციის შეფასებაზეც. კიდევ ერთხელ, ჩვენ ახლა ჰიპოთეტურ რისკებს ვიხილავთ, რადგან არ ველოდებით ლარის მნიშვნელოვან გაუფასურებას და როცა მნიშვნელოვანს ვამბობ, აქ 50%-ს და მეც ვგულისხმობ, რადგან სხვა შემთხვევაში საქართველოში ბანკები კარგად კაპიტალიზებულია და შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ ზომიერ თუ შედარებით მსხვილ რისკებს. ამაში წვლილში აქვთ კაპიტალის და მოგების მაღალ ბუფერებს. თქვენი ლოგიკაც გასაგებია, თუმცა მაინც გკითხავთ, თუ დოლარიზაციის მაღალი ხარისხი ეკონომიკის სტრუქტურის შედეგია, მაშინ ლარის მიმართ ნდობის განმტკიცების გარეშე რამდენად სტაბილური იქნება ლარიზაციის თუ დედოლარიზაციის პოლიტიკა, სადამდე შეიძლება შეიზღუდოს დოლარში სესხის გაცემა ხელოვნურად? დიახ, ძალიან კარგი შენიშვნაა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ეროვნული ბანკის მხრიდან უცხოურ ვალუტაში სესხების შესახებ მოთხოვნებს. მიზანი დოლარიზაციის შემცირებაა, თუმცა, დიახ, ამას დასჭირდება გარკვეული დრო. როგორც თქვენც აღნიშნეთ, ეკონომიკურ აგენტებს უფრო მეტი мотиваცია აქვთ თანხა უცხოურ ვალუტაში შეინახონ. ეს იმას ნიშნავს, რომ სექტორის ვალდებულებების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია. ბანკები იღებენ ამ ლიკვიდობას უცხოურ ვალუტაში და სადმე უნდა განათავსონ. ამ გამოწვევას მხოლოდ გრძელი ლარის პოლიტიკამ შეიძლება უშველოს, თუმცა დღეს ლარის ლიკვიდობა გამოწვევაა. რომ შევაჯამოთ, დღეს ვაკვირდებით დედოლარიზაციის ტრენდს. საკმაოდ სტაბილურია, თუმცა ნელია. დროს მოითხოვს. ასევე ახსენეთ პრუდენციული პოლიტიკა და მისი სიკეთეები, მაგრამ მომხმარებლის გადმოსახედიდან რომ ვკითხოთ, ეს მე არ მიძვირებს საბანკო მომსახურებას. ჩვენ ამ საკითხს სხვა კუთხით ვუყურებთ. ამის კარგი მაგალითია პასუხისმგებლიანი დაკრედიტება. 2018-2019 წლებში საბანკო სექტორი ორნიშნა რიცხვებით იზრდებოდა. ჩვენ ყოველთვის ფრთხილად ვეკიდებით ასეთ სწრაფ ზრდას. ამ პერიოდში შემოღებულმა ზომებმა შეანელა სესხების ზრდის ტემპი. ჩვენთვის ეს პოზიტიური გადაწყვეტილება იყო. თუმცა თუ შევხედავთ საქართველოს და მას შევადარებთ თუნდაც რეიტინგით მსგავს ბანკებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სესხი ძვირია საქართველოში. დიახ, დღეს მთელ რეგიონში ვხედავთ საკმაოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. ამის მიზეზი ნაწილობრივ ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებიც არის, როცა ისინი ებრძვიან ინფლაციას. მეორეა, რომ ბანკების გადმოსახედიდან ეს პოზიტიური მოვლენაა. ეს ნიშნავს მოგების მაღალ მაჩვენებელს. ეს ტენდენცია შეინიშნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ბანკების გადმოსახედი გასაგებია, თუმცა ინვესტორებიც მოითხოვენ ასეთ მაღალ მოგებას. განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული საქართველოში ბანკების ინვესტორობა. ეს შეიძლება იყოს მთავარი არგუმენტი. მოდი შევხედოთ პოლიტიკურად ყველაზე დაძაბულ წელს საქართველოში, 2024 წელს. მასშტაბური პროტესტების წელია. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ინვესტორთა ნდობაზე ზეწოლა გაიზრდებოდა. თუმცა, რაც დავინახეთ, იყო ის, რომ ბანკების მაჩვენებლები მედეგი აღმოჩნდა. სტაბილურობა შეინარჩუნა, ლიკვიდურობასთან დაკავშირებით კითხვების ნიშნები კი არ გაჩენილა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მზად აღმოჩნდნენ და გასცეს კიდეც დამატებითი დაფინანსება. ბანკებმა შეძლეს საკუთარი საგარეო ვალდებულებების რეფინანსირება. და აქ რაიმე სირთულე არ ყოფილა. ვფიქრობ, ეს თვალსაჩინო დაჩვენებს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორებს სრულად აკმაყოფილებთ სექტორის მომგებიანობა. ამას ემატება დადებითი მაკროეკონომიკური გარემო, პოლიტიკური რისკების მიუხედავად. ამ ტიპის რისკები ინვესტორებისთვის კარგად დაკომპენსირდა. ეს არის ჩვენი დასკვნა. ორი მსხვილი ბანკი ბაზრის უდიდესი წილით და დანარჩენი მოთამაშეები. ალბათ ასე შეიძლება დახასიათდეს საქართველოს საფინანსო ბაზარი დღეს და უკვე ბევრი წელია. რა ფაქტორად აღიქვამს ამ მოცემულობას Fitch Ratings-ი? უნდა ვთქვა, რომ ბაზრის ასეთი კონცენტრირებული სტრუქტურა საკმაოდ უნიკალურია. როცა ბაზარზე გვყავს ორი თითქმის ერთი ზომის უმსხვილესი ბანკი, რომლებსაც ბაზრის დაახლოებით 80% უჭირავთ. ჩვენ საბანკო სექტორს ჯამში არ ვანიჭებთ რეიტინგს.
ჩვენ ცალკეულ ბანკებს ვანიჭებთ რეიტინგს. ეს რა თქმა უნდა ცვლის სურათს, რადგან ინდივიდუალური ბანკის გადმოსახედიდან თუ მას ბაზრის მაღალი წილი აქვს და შეუძლია თავისი გადაწყვეტილებების თუ სტრატეგიის შესაბამისად აირჩიოს მომხმარებლები და ბიზნეს კლიენტები, ეს რა თქმა უნდა აძლიერებს მის რეიტინგს. ეს მიდგომა პირიქითაც მუშაობს. ვისაც ეს ფუფუნება არ აქვს, მისი რეიტინგით შესაბამისია. რამდენად სამართლიანი გამოდის ეს მოცემულობა და რა ძალა აქვს ამ შემთხვევაში მარეგულირებელს. მარეგულირებლის გადმოსახედიდან შეიძლება ინდივიდუალური ბანკებისთვის დაბალანსდეს ეს სურათი. რა უფრო სამართლიანია ამ შემთხვევაში? ყველასთვის ერთიანი უნიფიცირებული მიდგომა თუ უფრო თარგეტირებული? ვფიქრობ, ეს ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია და ეს კითხვებიც უფრო მათკენაა. როგორც წესი, თუ სისტემური ბანკები ხავს ქვეყანას, ცენტრალური ბანკები მათ კაპიტალზე უფრო მაღალ მოთხოვნებს უწესებენ. სისტემურობისთვის მათ დამატებითი მოთხოვნები უწესდებათ. საქართველოს სიტუაციას რომ შევხედოთ, გარკვეულწილად აქაც დავინახავთ მსგავს მიდგომებს. მაგალითად, სისტემურ ბანკებზე ვრცელდება დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა. ეს იმიტომ ხდება, რომ გაუთვალისწინებელი სირთულეების ფონზე მთავრობას არ მოუნდება გადაარჩინოს ასეთი ბანკები რეზერვების დონის გათვალისწინებით და ამიტომ სისტემურ ბანკებს მეტი დაზღვევა სჭირდებათ დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად. რომ დაცულები იყვნენ გაუთვალისწინებელი მასშტაბური ჰიპოთეტური სირთულეებისაგან. ამ ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, მსხვილი ბანკებისთვის რეგულაციები განსხვავებულია. შეჯამებისკენ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი. რა უნდა გაითვალისწინონ ბანკებმა? რას აფასებს Fitch Ratings-ი, როგორც საკვანძო გამოწვევებს საქართველოს ბანკებისთვის? ჩვენი შეფასებით, საქართველოს ბანკები უფრო მოწყვლადები არიან შიდა ფაქტორების, ვიდრე საგარეო ფაქტორების მიმართ. მათ შორის გეოპოლიტიკურ რისკებსაც გულისხმობ. ყველაზე დიდი რისკი ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური ვითარებაა. თუ ვითარება იმდენად დამძიმდება, რომ ამას ხელშესახები გავლენა ექნება ბანკების ინვესტორების ნდობაზე, აქტივების ხარისხზე, ლარის სიმყარეზე და ასე შემდეგ, ეს იქნება უდიდესი გამოწვევა. ოღონდ აქ მე ვსაუბრობ რეალურად მძიმე შედეგებზე, რეალურად მნიშვნელოვან გავლენაზე. სხვა შემთხვევაში ბანკები მზად არიან გაუმკლავდნენ ზომიერ შოკებს. ეს არის ჩვენი შეფასებით დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა. ჯამში ვფიქრობთ, რომ საქართველოს საბანკო სექტორი კარგ ფორმაშია. ექსტრემალური სცენარი უნდა განვითარდეს, რომ მის სტაბილურობას საფრთხე შეექმნას. სულ ბოლო კითხვა, რადგან გეოპოლიტიკური ვითარება ახსენეთ. საერთაშორისო სანქციები როგორი ფაქტორია Fitch Ratings-ისთვის? ღირს ამ ფაქტორზე ყურადღების გამახვილება თუ სანქციების ბუნება და გავლენა ისეთია, რომ არც ერთი ბანკი ისედაც არ გარისკავს მათ დარღვევას. ამ ნაწილში რეგულარულ კომუნიკაციაში ვართ იმ ბანკებთან, ვისთვისაც ვადგენთ რეიტინგებს და ასევე ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებლებთან. ჩვენ გვესმის, რომ ბანკების მიზანია სრულ თანხვედრაში იყვნენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებთან და რისკების მუდმივ მონიტორინგს აწარმოებდნენ. მეტიც, ბანკებს ამ ნაწილში ბუნებრივი мотиваცია აქვთ. საქართველოს ბანკებს საერთაშორისო ინვესტორები ხავთ, რომელთა დაკვეთაც არის მაღალი ხარისხის გამჭვირვალობა, ყურადღება და შესწავლა, როცა საქმე ეხება საერთაშორისო სანქციების შესრულებას და ამ შესრულებასთან დაკავშირებულ რისკებს. თუ ასე არ მოხდა, ეს ბანკებისთვის ძალიან დიდი რეპუტაციული რისკი იქნება, რადგან საქართველოს ბანკები მჭიდროდ არიან დაკავშირებულების საერთაშორისო საფინანსო სისტემასთან. ორი უმსხვილესი ბანკი, TBC და საქართველო, ეს ის ორი ბანკია, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. რაც შეეხება ჯამში სექტორს, მათი უმრავლესობა დამოკიდებულია საგარეო დაფინანსებაზე. 15% ვალდებულებებისა მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე. ბევრ ქართულ ბანკს ასევე აქვს პირდაპირი საკორესპონდენტო ანგარიში ევროკავშირის და ამერიკის ბანკებთან, რაც ქართულ ბანკებს უქმნის შესაძლებლობას, რომ უცხოურ ტრანსფერებზე საკომისიოებიდან შემოსავალი მიიღონ. გამოდის საღი აზრია არ დაირღვეს ეს სანქციები. დასაკარგი ბევრია. ამიტომაც, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ის არის, რომ ბანკებმა თანამშრომლებიც კი დაიმატეს საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრის უზრუნველსაყოფად. ინვესტირება გაზრდილია მონაცემთა ბაზების გასამართადაც, რომ მონიტორინგი იყოს უფრო ყოვლისმომცველი და ეფექტიანი. და ასევე ისინი მუდმივ კომუნიკაციაში არიან ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებლებთან, რომ მაქსიმალურად ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეთ მიმდინარე და დაგეგმილ შეზღუდვებზე, რაც შეიძლება საერთაშორისო სანქციების რეჟიმმა მოითხოვოს მომავალშიც. რა განაპირობებს საბანკო სექტორის მედეგობას საქართველოში და რამდენად იზიარებს SEBI Fitch Ratings-ის ხედვებს? თუ დასკვნებს გავიგებთ დავით უტიაშვილისგან, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსია, ჩემი პირველი სტუმარი სტუდიაში. მოგესალმებით დავით, მადლობა თქვენი დროისთვის. სანამ ამ თემის ანალიზზე გადავალთ, მანამდე მინდა რომ მოკლე კომენტარი გაგაკეთებინოთ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ის ფასებით არის უკმაყოფილო. მანდატს გეცილებათ?
ფასებთან მიმართებაში ისტორიულ ბანკის პირდაპირ მანდატი არის ფასების სტაბილურობა და ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ ბოლო წლებში პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ დაბალ ინფლაციურ გარემოში, ახლაც ვთქვათ მიმდინარე საბაზო ინფლაცია არის მიზნობრივზე დაბალი, ჯამური ინფლაცია სამხმარებლო ფასების ოდნავ უფრო მაღალია, თუმცა ეს საბაზო ეფექტი არის განპირობებული და ველოდებით რომ კვარტალში ის მიზნობრივი მაჩვენებელს დაუბრუნდება. ეს შეეხება ფასების დონეს, თუმცა იმ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბაზარზე ფასდების პრაქტიკებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები, შეიძლება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა იყოს, შეიძლება ზოგადად სხვანაირ ფასდების სამართლიანი პირობების კუთხით კონდეს გამოწვევა და ეს ეროვნულ ბანკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკის განხორციელებისას ვუშვებთ, რომ ჩვენი ინსტრუმენტები გადაეცემა ბაზარს და ბაზარზე ფასდადება ხდება, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური ფაქტორების გათვალისწინებით. ამიტომ თუ ჩვენ გვიდგას ასეთი რისკები, მხოლოდ მივესალმებით თუ გამკაცდება, ასე ვთქვათ, მისი კონტროლი, რომ აღმოხვრათ ბაზარზე პოტენციური დარღვევები თუ ასეთი არსებობს, იმიტომ რომ გვესმის, რომ კერძო სექტორს აქვს მოგების მაქსიმიზაციის მიზანი და ყოველთვის შეიძლება იყოს ცუდნება, რომ რაიმე დარღვევა ხდებოდეს. ასეთი რამ თქვა, მოვიკვლიოთ სწავლეთო და ფაქტობრივად ჯამში თქვა რომ აი ეს განსხვავებები ფასებში შედარება ესე ვთქვათ ევროკავშირის ქვეყნებთან და ასე შემდეგ ძირითადად საქართველოში ბიზნესის სიხარბით არის გამოწვეულიო რაც თქვენ თქვით როგორც მოგების მაქსიმიზაცია ამ შემთხვევაში თქვენ იყავით ჩართულები ამ კვლევაში და ზოგადად სანამ ასეთი ტიპის განცხადებები გაკეთდება თქვენთან კონსულტაციის გავლა ესე ვთქვათ როგორც მაინც მარეგულირებელთან და ფასების საერთო დონის ესე ვთქვათ მთავარმა კონტროლებელთან რამდენი მიზანშეწონილი არის როგორ ფიქრობთ? ჩვენ ზოგადად უყურებთ ფასების საერთო დონეს და მის ზრდას გრძელვადიანად და ჩვენი ინსტრუმენტები აქეთ არის მიმართული, რაც შეეხება როგორც მარეგულირება, ჩვენ მას ფინანსურ სექტორს ვარეგულირებთ, ამიტომ ფინანსურ სექტორში თუ არის კონკურენციის დარღვევები, ამას ჩვენ რეგულარულად სწავლობთ და ვარეგულირებთ. თუმცა საუბარი არის უფრო რეალურ ეკონომიკაში. კარგია რომ ეს ახსენეთ, იმიტომ რომ მაგალითად რიტეილ ასოციაციის პასუხი იყო ირაკლი კობახიძის განცხადებაზე და იქ რამდენიმე ფაქტორი იყო ჩამოთვლილი, ესე ვთქვათ, რა აძვირებს საბოლოო პროდუქტს და ერთ-ერთი იყო საბანკო საკომისიოებიც. ამ კუთხით არსებობს რაიმე გამოწვევა, ანუ როდესმე თქვენს კვლევებში ეს ამოსულა, როგორც გამოწვევა? ბუნებრივია საბანკო სექტორები არ არის უფასო, ცხადია ნებისმიერ პროდუქტთან ახლოს როგორც საკომისიო, ასევე სასხების შემთხვევაში საპროცენტო ხარჯი, თუმცა კონკრეტულ პროდუქციას ეს რამდენი გადაცემა ჯამურად ფიქრობ, რომ მაინც იმ ბრუნის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ეკონომიკაში არსებობს, ეს ხარჯი ალბათ არ არის ყველაზე მთავარი ხარჯი, რაც განაპირობებს ჯამში პროდუქტების ფასს. თუმცა ცხადია ეს საკომისიოები არსებობს, თუ და ჩვენ ფიქრობთ, რომ კომერციულ საბანკო სექტორში არის საკმაოდ მაღალი კონკურენცია და კლიენტებს მათ შორის აქვთ არჩევანი, იმით უმეტეს მცირე ზომის სასურსათო მაღაზიებს, რომ აირჩიონ ბანკებს შორის გააკეთონ არჩევანი, ამიტომ არ ვფიქრობთ, რომ საბანკო სექტორი არის ამისი ძირითადი განმაპირობებელი ფასების დონის. ზოგადად როგორ ფიქრობთ, ესე ვთქვათ, ეს აკრეფილი ტემპი რეგულაციების და რაღაცნაირად მომხმარებელზე ამ ტვირთის შემცირება სწრაფად მოკლე დროში, რაც არჩეული აქვს ქართულ ოცნებას, ანუ რაღაც დროს შეიძლება საბანკო პროცენტებამდეც მივიდეს, იმიტომ რომ თუ შეადარებს არტემ ბეკეტოვმაც ეს თქვა, რომ დღეს ვთქვათ საქართველოში ნამდვილად მაღალია საპროცენტო განაკვეთები ქართულ კომერციულ ბანკებში, ისევე როგორც რეგიონში და ამის ნაწილი ცენტრალური ბანკები და მათი დამოკიდებულება ინფლაციასთან ესეც არის. დიახ, ნამდვილად ჩვენ საპროცენტო განაკვეთი გამკაცრებული გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობდა ინფლაციის რისკები, ვთქვათ, კოვიდის დროს და კოვიდის შემდეგ. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთები კი მაღალია, თუმცა ის მაღალია ასევე ანაბრებზე. ხო, ეს ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი ლარში მაგალითად 11-12%-საც კი აღწევს, ამიტომ ბანკი არის შუამავალი თუ მოიზიდა ასეთი ღირებულების თანხა და ეს არის დღეს საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ჩვენ ბაზარზე ცხადია სასხებზე, შემდეგ ეს გადაეცემა და ჩვენ რო ხედავთ იპოთეკას ამ ბიზნესს 13 და 14%-ში ეს ვფიქრობთ, რომ არის სრულიად ბუნებრივი. მაგრამ ეჭვი გაქვთ, რომ იგივე შეიძლება არ იყოს სურსათის ბაზარზე. მე უბრალოდ არ ვარ გასცნობილი კონკრეტულად ამ კვლევას, ამიტომ გამჭირდება. ლოგიკას გავუსვი მხოლოდ ხაზ დაუბრუნდეთ ანალიტიკას ექსკლუზივს და მის ანალიზს, რისთვისაც შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ აქ ხართ. დღეს დოლარიზაცია დაასახელა, მაღალი დოლარიზაციის ხარისხი ისევ დაასახელა Fitch Ratings-მა როგორც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ახსენა რომ შემცირების გზაზე დგას და თუმცა თქვა რომ ნელი პროცესი არისო. აი მასაც დავუსვი ეს კითხვა და თქვენც დაგისვა
მივუძღვნოთ ამ კითხვას, აი სადამდე შეიძლება იყოს მართლადი ეს პროცესი სების მხრიდან, სადამდე შეიძლება ეს ჭერი გაიზარდოს და ვთქვათ მომავალ წელსაც თუ უნდა ველოდოთ აი ამ ნაბიჯებს სების მხრიდან გადადგმოს. ჯამურად ინტერვიუზე ვიტყოდი, რომ ალბათ შეიძლება შევაფასო საკმაოდ პოზიტიური ანალიზი გააკეთა ჩვენ სამართლის სექტორის და ზოგადად მაკროეკონომიკის და თვითონ ანგარიშიც არის პოზიტიური იმ კუთხით, რომ გადაიხედა ჩვენი პროგნოზი ნეგატიურიდან სტაბილურისკენ და თუ შევხედავთ რაოდენობრივ მაჩვენებლებს, ხშირ შემთხვევაში ეს მიანიშნებდა, რომ რეიტინგიც კი შეიძლება ცოტა უფრო უკეთესი იქონდეს და ამის მოლოდინი შემდეგ წლებში გვაქვს. რაც შეეხება დოლარიზაციას, ირჩება ძირითად გამოწვევად. დონეს თუ შევხედავთ კი, მას შემცირების ტენდენცია აქვს, ეროვნული ბანკიც ეტაპობრივად ამოქმედებს დამატებით შემცირებისთვის ინსტრუმენტებს, თუმცა ანაბრებში დოლარიზაცია გვაქვს ახლა დაახლოებით 58%, სესხებში 42% და ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, დაახლოებით პარაგვაის აქვს მსგავსი და ალბათ ერთი-ორ ქვეყანა ცენტრალურ აზიის მხარეს. ამიტომ ეს არის ძალიან მაღალი, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ ნიშნულისგან, რომ ჩავთვალოთ დოლარიზაცია არ არის პრობლემა. ყველა სარეიტინგო სააგენტო იქნება თუ ინვესტორი ამას ყოველთვის აღნიშნავს. ამიტომ კონკრეტულ ნიშნულის თქვა ამ ცუდას რთული იქნება. ცხადია, ჩვენ ეკონომიკაში ყავს აგენტები, მათ შორის გზავნილების კუთხით გზავნილებით იღებს შემოსავალს, ან საგარეო შემოდინებებზია დამოკიდებული ქართველები საზღვარგარეთ მუშაობენ და ეს სეგმენტი ჩვენი შეფასებით იგივე საცალო დაგრეიტებაში არის დაახლოებით 20%. ანუ 20%-ს ნამდვილად აქვს უცხოური შემოსავალი და ის ეჯირებულია, მაგრამ ამ ცუდას დოლარიზაცია არის მნიშვნელოვნად მაღალი, ანუ 42% არის ჯამში, ამიტომ ჯერ ძალიან შორს ვართ იმ ნიშნულისგან, რომ ჩავთვალოთ, რომ ეს რისკი არის მილევადი. ამიტომ ეროვნული ბანკი ამას რეგულარულად განიხილავს, რა შეიძლება გავაკეთოთ. ჩვენ ბევრი ინსტრუმენტი უკვე ამოქმედებულია და მოტივაციას აძლევს სესხებერს თუ საბანკო სექტორს, რომ გაცეს ლარის სესხები და ეს ერთ-ერთი უკანასკნელი თქვა 500-დან 750,000-მდე სულაც აგვისტოში ავამოქმედეთ, ამიტომ უნდა დაველოდოთ მის ეფექტს. თუ შევნიშნეთ, რომ არ არის საკმარისი ეს ინსტრუმენტები, ცხადია ახალიც იქნება განხილული, თუმცა ამ ეტაპზე ვართ ასე ვთქვათ ლოდინის ეტაპზე, რომ შევხედოთ, იმიტომ ტენდენციები არის პოზიტიური, განსაკუთრებით ანაბრების ნაწილში დაახლოებით 2 თვეში დიდ პროცენტული პუნქტით მცირდება ანაბრების დოლარიზაცია, ამიტომ ამ ტენდენციას ვაკვირდებით. თუმცა აქაც ითქვა, რომ აი გრძელი ლარის გარეშე, ესე ვთქვათ, და ლარზე ხელმისაწვდომობის გარეშე ეს მაინც, ესე ვთქვათ, არ იქნება ისეთი ეფექტიანი პროცესი, როგორადაც ახლა თქვენ აღწერთ ოპტიმისტურად, ხო, ამ პროცესს და აი ამ მხარეს, ვთქვათ, რა ნაბიჯები არის გადადგმული, ან თუ გაიზომა, ვთქვათ, ამ გრძელი ლარის პოლიტიკამ რა მოუტანა საერთოდ აი ამ დოლარიზაციის ტრენდის შემცირებას. თუ შევხედავთ ზოგადად დინამიკას და პროცესს, ჩვენ ხო ერთ-ერთი ქვეყანა არ ვართ, ვინც არის დოლარიზებული ან იყო დოლარიზებული, ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ქვეყანა იყო დოლარიზებული და იქაც დოლარიზაციას აქვს შემცირების ტენდენცია და ჩვენი ეკონომიკა მათ შორის ამ რეგიონშია ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, ამიტომ წინაპირობა იმის, რომ აიდამაინც ჩვენ იყო დოლარიზებული, ამისი არ გვაქვს. მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია და ამ კუთხით ჩვენ ასე ვუყურებთ პროცესს, თუ ბანკი გასცემს ლარის სესხს, ის ლარის სესხი მოbrunდება უკან ლარის ანაბარზე და ესე შეიქმნება გრძელვადიანი ლარი, ანუ ეროვნული ბანკი ამ მთავრობა ლარს უბრალოდ ვერ გააჩენს, ხო ეს ინფლაციას გამოიწვევს. ამიტომ ეს კერძო სექტორმა უნდა გააკეთოს და ჩვენ გონია, რომ სესხების მხარეს დაწესებული შეზღუდვები ადრე თუ გიან უბიძგებს, რომ სესხებელმა და კომერციულ ბანკმა სესხი გასცენ, თქვათ, ლარში და ეს თანხა მოგვიბრუნდება ლარის ანაბარზე და ესე შეიქმნება გრძელვადიანი ლარი. თუ შევხედავთ როგორ ქნეს სხვა ქვეყნება, დაახლოებით მსგავსი იყო იქ განვითარება. ანუ რეალურად მანამდე ეს ყველაფერი, ეს ზომები სესხს არ გვიძვირებს, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვათ იგივე ბიზნესაც, განსაკუთრებით თქვათ მცირე და საშუალო ბიზნეს მათ შორის, ვინც რეალურად მე უნდა შექმნას ეგ რესურსი, რომ დატრიალდეს, ხო? თუ შევხედავთ საპროცენტო განაკვეთებს მხოლოდ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ცხოველთა სესხები არის უფრო იაფი, თუმცა არ უნდა შევხედოთ მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს, შევხედოთ გაცვლით კურსის მერყეობას, რომელიც დღეს არ ხდება, დღეს სტაბილურია, თუმცა გარკვეული სცენარები ყოველთვის არსებობს და ისევ და ისევ საქართველოს არის ამ კუთხით გამონაკლისი, როგორც იყო ინტერვიუში აღნიშნული, საპროცენტო განაკვეთები გლობალურად მაღალია ჩვენ რეგიონში, მაგრამ დოლარიზაციის კუთხით არ მიდიან სხვა ქვეყნებით, მათაც შეუძლიათ ისე ხონო ცხოვრ ვალუტაში, თუმცა ყველას ესმის, რომ ეს არის მაღალი რისკი და ჩვენ გქონდა ასეთი სცენარები, თქვათ იგივე კოვიდის დროს, იგივე 2015-16 წლებში, როცა ქონდა გაუფასურება და ეს მძიმე დაისახა ჩვენ ეკონომიკაზე, ჩვენ სასწავლებლებზე, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ეკონომიკის ოპტიმალური განვითარებისთვის კარგი, რომ ასეთი ტიპის დოლარიზაცია შევინარჩუნოთ, ამიტომ ყველაფერს ვიზავთ, რომ მან
შემცირება გააგრძელოს. ასევე კიდევ ერთი ესეთივე სტრუქტურული, ესე ვთქვათ, ფუნდამენტური პრობლემა, როგორიც არის დოლარიზაცია, არის ეს საბანკო სექტორში მაღალი კონცენტრაციის თემა, ხო? ძალიან დიპლომატიურად თქვა არტემ ბეკეტოვმა, რომ ორ ბანკს რომ 80% ბაზარზე ეჭიროს, საკმაოდ უნიკალური არის ეს, ესე ვთქვათ, შემთხვევა. ბოლო პერიოდში საუბარი იყო, რომ მაგალითად ბაზარზე შეიძლებოდა რაღაც კონსოლიდაცია ყოფილიყო, ვთქვათ, ლიბერთის ბაზის ბანკის გარიგებას გულისხმობ. ასევე იყო, რომ შესაძლოა ახალი ბანკი შემოსულიყო, ფრიდომ ბანკზე იყო საუბარი. ანუ ეს არის გზა, ესე ვთქვათ, ესე ვთქვათ, სისტემური პრობლემის გადაჭრის, ესე ვთქვათ, თუ გამოწვევის ბაზარზე და რატომ ჭიანურდება ეს პროცესები და საბოლოო ჯამში შედეგს რატო ვერ ხედავთ? ალბათ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, არის თუ არა ეს მართლა გამოკვეთილად დიდი პრობლემა, ხო? ორ ბანკს ნამდვილად აქვს მაღალი წილი, და ცხადი ორი ბანკის 80% შეიძლება ჯობდეს და ოპტიმალური იყოს, კონკრეტულად 4 ბანკი, რომელსაც 20% აქვს, მაგრამ ნუ გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს. მეორე როგორ მივედით ამ მოცემულობამდე და ამ მოცემულობამდე მივედით ისე, რომ ეს ორი ბანკი იყო ძალიან ეფექტური, სწრაფად მზარდი, კარგი პროდუქტებიდან დღეს კარგად მართავდნენ ბანკს. ანუ ეს ბუნებრივად მოხდა და მართლაც შევხედოთ ეს ორივე ბანკი დამთხევა არ არის, ხო, რომ არის ასე ვთქვათ, კოტირებული, დარიცხული ლონდონის საფონდო ბირჟაზე და იშვიათი ქვეყანა არის ჩვენ რეგიონში, ვისაც ერთი ბანკი მაინც ყავს ასეთი და ჩვენ ყავს ორი. ანუ ეს პროცესი მოხდა ბუნებრივად იმ კუთხით, რომ ესენი იყვნენ კარგი ბანკები და ისე გამithარდნენ. ამიტომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც დიდი პრობლემა, რომ ორ ბანკს აქვს ამხელა წილი. მართლაც კონკურენციის კუთხით, საცალო კუთხით ბევრ მხარეს გონია შეხება, ხო, და ვერ იტყვის, რომ ასე ვთქვათ, ეს ბანკი არის რომელიმე ისე გაზარმაცებული, რომ უთხრა რომ მასთან კონკურენტ ბანკში გადავდივარ და ბანკმა არცა და მის შენარჩუნება. ამიტომ კონკურენციის პრობლემა ასე კრიტიკულად ჩვენ არ ვთვლით რომ გვიდგას, თუმცა ცხადია, თუ გვეყოლება კიდევ უფრო დამატებით ძლიერი მოთამაშეები, ეს მათ შორის კონკურენციას რაღაც კუთხით გაზრდებს ცელ სისტემაში. რაც შეეხება თქვათ მერჯერის კუთხით, თქვენაც აღნიშნეთ ერთ-ერთი საერთოდ არაფერზე არ მოქმედებს, ანუ მაგალითად ვთქვათ იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები მაღალია საქართველოში, მაგალითად იმაზე, რომ შესაძლოა 80%-ის ფლობა თავისთავად უკვე გულისხმობდეს იმას, რომ დარჩენილ 20%-ში შეიძლება არც უნდოდეთ დამატებით მოთამაშეებს ან საერთაშორისო ბანკებს შემოსულა ვთქვათ და აქ თავიანთი, ანუ არაფერზე არ მოქმედებს ეს 80% რეალურად საბანკო ბაზარზე. ან ალბათ გარკვეულწილად მოქმედებს, თუმცა არა იმდენად, რომ ეს მატერიალურ გავლენას ახდენს. კონკურენციის კუთხით ჩვენ არ ვთვლით, რომ ბაზარზე ვთქვათ კლიენტს არ აქვს არჩევანი, რომელ ბანკში მივიდეს, ან თუნდაც ამ ორ ბანკს შორის არ არის კონკურენცია. საკმაოდ მაღალი კონკურენცია, ერთადერთი შედარებით გამოწვევა არის მსხვილი ბიზნესისთვის, თქვენ თუ ხართ მსხვილი ბიზნესმენი, თქვენ არჩევანი გაქვთ მხოლოდ ორი ბანკი დღეს. იმიტომ რომ მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ხშირად ეს დანარჩენ ბანკებს არ აქვს საკმარისი ზომა, რომ მოემსახურონ ამ კლიენტებს. ანუ ამ სეგმენტში კი ვხედავთ გარკვეულ გამოწვევას. საცალო სეგმენტში ვფიქრობთ, რომ კლიენტს აქვს საკმაოდ დიდი არჩევანი და დიდი კონკურენცია არის ჩვენ ბაზარზე. თუმცა ამ კონკურენციის აღქმა როგორი არის, ეს თუ შეგისწავლიათ, ბატონო დავით, იმიტომ რომ ხშირად მაგალითად მომხმარებლებისგან ისმის ხოლმე ეს, რომ ანუ აღქმაში მაქვს, რომ ეს ორი ბანკი ერთმანეთთან დიდ კონკურენციაშია, მაგრამ ეს კონკურენცია ძირითადად გადის, ასე ვთქვათ, არა უშუალოდ ვთქვათ საპროცენტო განაკვეთების ნაწილში, ან უშუალოდ რაც მე მომხმარებელს უფრო მეტად შემეხება, არამედ რაღაც მომიჯნავე სერვისებში, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია სავარაუდოდ, მაგრამ საპროცენტო განაკვეთზე არ მოქმედებს, ხო? ანუ ფაქტი არის, რომ თუ ევროპას და ევროკავშირს ვედრებით აქაც შევედაროთ, კი ბატონო, თუ ფასების ნაწილში შევედარეთ, აქაც შევედაროთ და რეალურად ვთქვათ მომხმარებლისთვის დღეს გრძელვადიანი, ვთქვათ აზრთან ახლოს მყოფი საპროცენტო განაკვეთი ხელმისაწვდომი არ არის და ის გამოწვევაა და ალბათ მე და თქვენს ამაზე კი, საპროცენტო განაკვეთი ნამდვილად მაღალია და გამოწვევა, ისე როგორც აღნიშნა, ამას სხვა ფაქტორები განაპირობებს და არა უშუალოდ საბანკო სექტორი. საბანკო სექტორში პრობლემა რომ მქონდეს, ადვილად ეს გამჭვირვალე სექტორია. ადვილად შეგვიძლია გავზომოთ მაგალითად ბანკების ხარჯები და გავყოთ ბანკების ხარჯების შემოსავალთან, ბანკების ხარჯების აქტივებთან და შევადაროთ სხვა ქვეყნებთან. ნახავთ, რომ ჩვენი ბანკები ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე, იგივე ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. ის ინვესტორები ხშირად ვინც ჩვენ საბანკო სექტორში აკეთებენ ინვესტიციებს, შეგიძლიათ ნახოთ და ისინი აუცილებლად აღნიშნავენ, რომ ქართულ ბანკებს აქვთ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები და პერფორმანსი მათ პორტფელიში. ამიტომ საბანკო სექტორი ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ გამოწვევას არ ქმნის და ასე მომხმარებლებს შევხედოთ, კი, ჩვენ გვესმის ხშირად უწყვეტ პროცენტები არის მაღალი, მაგრამ საქართველოში 1000-ის დასული ადამიანიდან დაახლოებით 600-ზე მეტს აქვს სესხი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი არის გლობალურად. ამიტომ სესხებზე ხელმისაწვდომობა ან სურვილი ადამიანებმა აიღონ სესხი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საპროცენტო განაკვეთი
მაღალი ჩანს, არ არის დაბალი. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ რაღაც ფინანსურ სექტორში გვაქვს ესეთი გამოწვევა, რასაც ეს ორი ბანკი რაღაც გადაუჭერბება. რამდენად სამართლიანი არის თქვათ მარეგულირებლის მიდგომა ამ ორ მსხვილ ბანკთან და ესე თქვათ შედარებით უფრო მცირე და საშუალო ზომის ბანკებთან თქვათ და აი რაიმე ტიპის დიფერენცირებული მიდგომის შესაძლებლობა არსებობს თუ არა თუ განიხილავთ ამას და ასე შემდეგ არტემ ბეკეტოს ჰქონდა ძალიან საინტერესო ესე თქვათ პასუხი ამ შემთხვევაში რომ კი შეიძლება ეს გამოწვევა არის მთლიანად საბანკო სექტორს რომ შევხედოთ თუ რასაც თქვენ აკეთებთ მისგან განსხვავებით მაგრამ ინდივიდუალური ბანკის მხრიდან თუ ესე ვთქვათ შევაფასებო გამოვა რომ 80% არის ესე ვთქვათ რეიტინგისთვის დადებითი ფაქტორი და პირიქით ხო? დიახ, სტაბილურობისთვის შეიძლება კი დადებითი ფაქტორიც იყოს, რომ ესეთი ძლიერი საბანკო სექტორი იყოს და ესეთ ვაჭრობა კონცენტრირებული. რაც შეეხება იმას ვთქვათ, მიდგომებს საბანკო სექტორთან მიმართებაში, ნამდვილად დიფერენცირებული გვაქვს ჩვენ სისტემურ ბანკებს ვთხოვთ ბევრად უფრო მკაცრ მოთხოვნებს, იგივე კაპიტალის კუთხით მაგთ დამატებით საკმაოდ დიდი ბუფერი შექმნილი, სისტემურ ბანკებისთვის ბუფერი, ასევე მარტივად აღნიშნა ჩვენ გვაქვს დამატებითი მოთხოვნა, ეს ემრევლის მოთხოვნა, რომელიც ხვალდებულებზე ვთხოვთ, რომ მოიზიდონ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და ამ შემდეგ, ანუ ეს მოთხოვნები არის იქ და ვფიქრობ რომ ეს არის ადეკვატურად ასახავს სისტემური ბანკების მიმართ პოტენციურად იმ მაღალ რისკებს, რაც არსებობს, მაგრამ ჩვენი რეგულაციები არ არის იქეთ მიმართული, რომ ეს ბანკები აღარ გაიზარდნენ ან ზომაში დაიკლონ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შეუძლებელია და უბრალოდ შეიძლება რეგულატორის მიზნებს სცილდებოდეს კიდეც ეს, რომ ისეთი მოთხოვნა დაუდგინოთ. რაღაც ქვეყნებში ესეც არსებობს, რომ მაგალითად ზდაზე არის ლიმიტი, რომ ამაზე მეტი სესხები არ გასცემა. ვინ დაზარალდება ამ პროცესში? დაზარალდება ისევ და ისევ სესხებელი, თქვათ, თქვენ მიხვალ დიდ ბანკში და ვეღარ მოგცემენ სესხებს და მოგიწევთ სხვა ბანკში. მაგრამ ეს არ არის ხო მხოლოდ ერთადერთი არჩევანი, თქვათ ყველაზე ცუდი კი, თუ ეს დავისახეთ მიზნად, რომ ეს ბანკები არ გაიზარდნენ, დამიჯერეთ ამით მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი დაზარალდება მოკლევადიან პერიოდში, მინიმუმ და სავარაუდო გრძელვადიან პერიოდში. ამიტომ რა შეიძლება გააკეთოს ცენტრალურმა ბანკმა ამ კუთხით არის საკმაოდ შეზღუდული. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რომ გავხსნათ ბაზარი, რაც ვაკეთებთ, პრინციპში ბაზარი გახსნილია, რომ შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები, ჩვენ მიკრობანკების ლიცენზია გავაკეთეთ, ციფრული ბანკის ლიცენზია გავაკეთეთ და ყავს მოთამაშეები, თუმცა ჯერჯერობით მცირე ზომის არიან ისინი. ბაზარი ღია თუ დაინტერესებდა სხვა მოთამაშე, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუ შემოვა ამ ბაზარზე, თუმცა ყავს ის ბაზარი რაც გვაქვს. ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით იყო კიდევ ბოლო და მადლობა თქვენი დროისთვის საინტერესო აქცენტი, რომ დღეს მედეგობა გადის მთლიანად იმაზე საბანკო სექტორის, უმეტესად იმაზე, რომ კარგი მაკროეკონომიკური გარემო გვაქვს. ამასთან დაკავშირებით ერთი კომენტარი გამახსენდა და მოგასმენებთ ამ კომენტარს და შევაჯამოთ კიდეც ჩვენი საუბარი. გადავიდეთ თუ გინდა ბენკინგზე, ხო? მაგალითად, ბოლო დღეების headline-ი არის, რომ როგორმე იქნებ გავამარტივოთ დაკრედიტების პოლიტიკა იპოთეკურ სესხებზე და მიდის ლობიზმური სამუშაო ფაქტიურად შეტევა დიდი ეროვნულ ბანკზე, როგორმე გაამარტივოს წესები იპოთეკური დაფინანსების. რატო? იმიტომ რომ მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე არის შემცირებული. რატომ არის შემცირებული? გვიხსნიან რომ იმიტომ არის შემცირებული, რომ წესები არის ძალიან მკაცრი. მაგრამ არავინ არ ამბობს იმას, რომ შეიძლება იმიტომ არის შემცირებული, რომ ზოგადად სექტორი არის სერიოზული გამოწვევის წინაშე. ავიღოთ მაგალითად პორტფელის დისტემპი. მაგალითად პორტფელის დისტემპი ბანკების. ერთი წლის წინ ის იყო 19% წინაწელთან შედარებით. ეხლა ჩამოსული არის 13%. რის ხარჯზე იზრდება საბანკო პორტფელი? თავარი დრაივერი არის სამომხმარებლო სესხები. ხო? 28% იყო ბოლო თვეს რაც მე შევამოწმე. ხოლო ბიზნეს სესხების დისტემპი არის 10%, 5%-იანი ინფლაციის პირობებში. პირველ რიგში დავაზუსტებ, მიდის თუ არა ლობისტური შეტევა საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომ იპოთეკური სესხები ესე ვთქვათ აღება გამარტივდეს და ამ შემთხვევაში რა არის ესე ვთქვათ თქვენი პოზიცია, აპირებთ თუ არა რომ შეარბილოთ ვთქვათ ეს რეგულაციები და ვთქვათ სურათი, რომელიც გოგამ ასახა, ესე ვთქვათ რამდენად ახლოს არის იმასთან, რასაც თქვენ გაცილებით უფრო ზუსტად ხედავთ ცხადია. ალბათ ლობისტურ შეწევას არ დავარქმევთ, თუმცა ასეთი ასე ვთქვათ, ყოველთვის არის მოსაზრებები სხვადასხვა ინდუსტრიის მხრიდან, რომ კი, რა თქმა უნდა, ეს რომ გავამარტივოს სესხებზე ვთქვათ ხელმისაწვდომობა და ეროვნულ ბანკის მიზანიც არის თუ დავინახეთ, რომ რაღაც კონკრეტული ბარიერები არის, რაც სესხებზე ხელმისაწვდომობას უდავს და რაც რისკებს არ ვიფხნის, ცხადია, ყოველთვის დავართ, რომ მოვისმინოთ. ასეც კონკრეტულ სკვილს რაღაც ვერ ხედავთ, ერთადერთი იყო, ვთქვათ, იგივე დეველოპერების კუთხით, რაც იყო ნამდვილად, ჩვენ ხედავთ, რომ შიდა განმადებების საკმაოდ ცდა გვაქვს დეველოპერებს
ფინანსურ ბაზარზე, ეს ვფიქრობ, რომ გარკვეულად რისკის შემცველი არის მათ შორის მომხმარებლების დაცვის კუთხით და ჩვენ მათთან ერთად ვცდილობთ გამოგვერკვია რა არის შემზღუდველი კლიენტი იჩევს შიდა განავალებას და არა იპოთეკურ სესს და ამ კუთხით რაღაც გარკვეულ თქვათ ჩარჩოებზე ჩვენ ამაზე რეგულაცია გვაქვს და გარკვეული ჩარჩოების მოდიფიკაციას ვფიქრობთ და განვიხილეთ და რაღაცები გავაკეთეთ კიდეც, რომ უბიძგოთ მომხმარებელი გამოვიდეს იპოთეკაში, თუმცა ეს არ არის ასე ვთქვათ რამე ისეთი თემა, რაც მნიშვნელოვნად რადიკალურად შეცვლილა სიტუაციას, იპოთეკების დაც არის საკმაოდ სტაბილური. კი, ცეცხლების და ჯამში შენელდა 19 ნამდვილად ჩამოვიდა 13 ნახევარზე, თუმცა ეს არის ასე ვთქვათ ეკონომიკის შენელების პროპორციულად ხდება, ეკონომიკის ასე ვთქვათ ნორმალიზაცია მიდის და ამის პარალელურად ხდება და ასევე ბიზნეს ცეცხლებში კი გვაქვს შენელება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე მსხვილ კომპანიამ საერთაშორისო ბირჟებზე გამოუშვა ბონდები და გადააფარა ადგილობრივი ვთქვათ ვალი, რაც არის მოკლევადიანი თემა, ანუ გრძელვადიანად მაინც ბიზნესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ცეცხლების დის. კი ბატონო, სულ ბოლოს რა ეტაპზე არის აი ეს გარიგებები, რაც ვახსენეთ, ამას გითხავთ და ამით დავასრულოთ თქვათ ლიბერტის და ბაზის ბანკის და ასევე Freedom House-ის თქვათ რა თქვენამდე მოაღწიეს, ანუ რა ხდება თქვათ ამ ნაწილში. კი, ამ კუთხით რა შემიძლია გითხრათ, რომ არის ის რომ მათაც ოფიციალურად განაცხადეს, რომ მუშაობენ ამ საკითხზე, ეროვნულ ბანკს ამ კუთხით აქვს გარკვეული რეგულაციები, მოთხოვნები, რომელიც საკმაოდ მაღალი ალბათობით ალბათ დაკმაყოფილება, ამიტომ ჩვენ მაინც ველოდებით კერძო სექტორის ინიციატივას, რომ ისინი შეთანხმენ ამ დილის დეტალებზე. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, შემდეგ რჩება ეს ნიუანსი, რომ დაკმაყოფილდეს საკანონმდებლო მოთხოვნები და ეროვნულ ბანკის რეგულაციები და ამ კუთხით თქვა შევხედავთ ჩვენ. მაინც ყველაფერი არის კერძო სექტორზე, იქნება ეს ამ კონკრეტული დილის შემთხვევაში თუ იქნება ეს სხვა ბანკის სექტორის შემოსვლაზე სისტემაში. ძალიან დიდი მადლობა ამ პასუხებისთვის. დავით უტიაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. მადლობა მას. საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და დღეს TBC-ის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია გველოდება. ახლა პირდაპირ ხაზზე Fitch Ratings-ის მთავარი დასკვნა, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ საბანკო ბაზარზე არის ის, რომ 2026 წელს საბანკო სექტორის მედეგობას არავითარი დამატებითი რისკები არ უნდა შეექმნას და შესაბამისად უნდა შენარჩუნდეს. სწორედ ამიტომ მათი აუთლუკი, ანუ საბანკო სექტორის პერსპექტივა ნეიტრალურია. რას ნიშნავს ეს საბანკო სექტორისთვის საქართველოში? ოთარ ნადარაია მიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ოთარ და დიდი მადლობა ესე ვთქვათ თქვენი დროისთვის. სანამ ამ თემაზე გადავალთ ბატონო ოთარ, უშუალოდ მინდა რომ ესე ვთქვათ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზეც თუ ვიდეო მიმართვაზეც მოკლე კომენტარი გაგაკეთებინოთ, იმიტომ რომ TBC კაპიტალს ჰქონდა ძალიან კარგი, ძალიან სიღრმისეული კვლევა FMCG სექტორის შესახებ. ამ კვლევამ თუ გამოავლინა, ესე ვთქვათ, ის პატერნები, რაზეც ირაკლი კობახიძე ამახვილებდა ყურადღებას თავის ვიდეო მიმართვაში, რომ ფასები შესაძლოა ხელოვნურად იყოს გაზრდილი ამ სექტორში. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ თავისთავად ფასებში რომ არის განსხვავება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს ობიექტურად საყურადღებო საკითხია, ხომ და არ უნდა მოგვერიდოს ამ კითხვების დასმა, როგორც ერთი ასევე მეორე მიმართულებით. ახლა იქ ვთქვათ დეტალურად როგორ საიდან გამომდინარეობს განსხვავება და ამ შემდეგ მეგონი საერთო აზრია, რომ ეს კვლევის საგანია და უფრო გამოიკვეთება, ხომ ყოველ შემთხვევაში მე ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ისევ და ისევ განსხვავება რომ არის ეს საყურადღებო საკითხია და ამის კვლევას არაფერი ეს თქო წინ არ უნდა. ეს არის რაც შემიძლია თქო ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა უფრო ზოგადი შეფასებაც მინდა თქვენ მოვისმინო აი ამ ტიპის განცხადებები, მაგალითად ის რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს თქვათ აი ამ ფასების, ესე ვთქვათ, კარგიანობას ზრდის თუ ამცირებს აი ამ სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას, ბატონო ოთარ. და სიფრთხილე არის თუ არა საჭირო, ესე ვთქვათ, ასეთი განცხადებების დროს. ისე ვერ გეტყვით, სავარაუდოდ კონკურენციის სააგენტოც არის ხომ ამას ჩართული, ვთქვათ, როგორ არის ეს ფასწარმოქმნა და ასე შემდეგ. ახლა დარჩენი კომისია უნდა განიხილოს თუ არა, ვერ გეტყვით ამას კი ბატონო. რიტეილ ასოციაციის პასუხში, რომელიც მათ ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს, აღნიშნული იყო, რომ რამდენიმე ფაქტორი იყო ჩამოთვლილი და ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ საბანკო საკომისიოებიც აძვირებს, ესე ვთქვათ, საბოლოო პროდუქტს. ანუ ლოგიკურია, რომ ეს ვიფიქროთ.
ზოგადად ყველა ხარჯი აძვირებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისევ და ისევ ზეპირად რო არ ვისაუბროთ, ხომ? ანუ ამისთვის არის კონკრეტული ფასდადება, ხომ? მაგალითად პროდუქტის ფასი, რისგან შედგება იქ საკომისიო სესხის პროცენტი ახსენეთ თქვენ, სხვა ხარჯები, ხომ? გადასახადები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ ისევ და ისევ არ ვთვლი რომ ზეპირად ვისაუბროთ. ეს მე მგონი ითქვა რომ შესწავლის საგანია, ისევ და ისევ კიდევ გავამეორებ რომ ფასების შორის განსხვავება ამაზე ძალიან ბევრ ქვეყანაში აკეთებენ აქცენტს და სწორიც არის. დანარჩენი მთავარია ეს შეფასება კარგად მოხდეს და მე აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ, ხო? კი ბატონო. მადლობა ამ პასუხებისთვის. ანალიტიკას ექსკლუზივს დავუბრუნდეთ და პირველ რიგში ესე ვთქვათ თქვენი შეფასება მინდა მოვისმინოთ, უსმენდით ამ ინტერვიუს ჯამში სწორი წარმოდგენა აქვს თუ არა შექმნილი Fitch Ratings საბანკო სექტორზე და მის წინაშე არსებულ შესაძლებლობებზეც და ძირითადად გამოწვევებზე და არტემ ბეკეტოვი ძირითადად გამოწვევებზე ამახვილებდა ესე ვთქვათ ყურადღებას თავის ინტერვიუში. მადლობა, პრინციპში მეც ვიზიარებ მოსაზრებას, აქ ძალიან ყავდა სტუმრები და საკმაოდ დეტალურად განიხილეთ უკვე, მეც ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საკმაოდ პოზიტიური შეფასებაა, პრინციპში ეს ახალი არ არის. ჩემი მხრიდან ალბათ ორ საკითხს დავამატებდი, ერთი რომ როგორც პრინციპში თქვენ ინტერვიუში აღინიშნა, სების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლარიზაციის ასე ვთქვათ 100%-იანი დონე არ უნდა იყოს მიზანი, ხო, ხომასე, იმიტომ რომ იგივე გზავნილებიც თქვა ძალიან სწორად. და ჩვენ ნახეთ სხვადასხვის რომ როდესაც იცით გზავნილების უდიდესი ნაწილი ნახევარი თითქმის იქ ამერიკა არის შემდეგ, მაგრამ ნახევარი თითქმის არის ევროპიდან და ბუნებრივია ჩვენი თანამოქალაქეები ვინც ევროპიდან აგზავნიან ამ ფულს ისინი შემოსავლებს ევროში ღებულობენ და როდესაც ლარი გამყარდა ევროსთან, ანუ ეს არის ამას შექმნა რისკი, ხომ ასე, იმიტომ რომ მე თუ მაგალითად ჩემი ოჯახის წევრი მიგზავნის ევროპიდან გზავნილს და მე ამ გზავნილით ცესხი ავიღე, მე ევროში უნდა ავიღო ცესხი და არა ლარში, იმიტომ რომ ლარის გაუფასურება რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მაწყობს, მაგრამ ლარის გამყარება არ მაწყობს და ამ ხრივ მისასალმებელია იგივე სების ინიციატივები, რომლებიც ამბობს რომ ვინც ჰეჯირებულია, იმას უნდა შეეძლოს ვალუტაში აღება სესხის. ანუ ხაზი რო გაუსვა. განამარტავს არის რომ ვალუტა უფრო იაფია, ხომ? ანუ ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არაუმრავლეს შემთხვევაში, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ლარი არათუ უფრო ძვირი, არამედ უფრო რისკიანია კიდევაც, ხომ? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მოვახდინოთ როგორც ბიზნესი იქნება თუ ესე იგი შინამეურნეობები, რა თქმა უნდა, ფიზიკური პირები განსაკუთრებით, ანუ მათი თქვა შემოსავლები უფრო რა ვალუტაშია, ხომ? ანუ ყველას ლარში ნამდვილად არ აქვს შემოსავლები. აქ ასევე დავამატებდი და თავისთავად ეს ბიზნესის ხარისხიც მნიშვნელოვანია, ხომ? არა მარტო ექსპორტის კუთხით, ანუ ბევრია ჩვენთან ბიზნესი, რომელსაც ვალუტაში აქვს შემოსავალი. ხომ, იგივე მაგალითად ხა ჩვენ რა ვიღოთ, მაგალითად ახალი მანქანები, ხო? ანუ ახალი მანქანების ფასდადება არ ხდება ლარში. ხომ? ანუ ლარი თუ გაუფასურდა, ანუ ახალი მანქანის ფასი არ იცვლება, ის დოლარშია ფასი, როგორ გავართულოთ მარტივად რო. ხო და ანუ როდის შეიძლება ჩაითვალოს, რომ დოლარიზაციის ხარისხი არ არის ჩვენს ქვეყანაში მაღალი, ესე ვთქვათ და არ წარმოადგენს, ესე ვთქვათ, რისკს, ხომ? იმიტომ რომ ვთქვათ პირდაპირი პასუხი არც დავით უტიაშვილმა დამიბრუნა იმ თემასთან დაკავშირებით, ვთქვათ, ნაბიჯები გამოირიცხება თუ არა, რომ ისევ გაიზარდოს ჭერი, ესე ვთქვათ, ლარში სესხისთვის. კი ბატონო. დიახ, ჩვენი შეფასებით დაახლოებით 35% დოლარიზაციის არის, რასაც ჩვენ შეიძლება დავარქვათ ეგრეთ წოდებული ბუნებრივი დონე. ბუნებრივი დონე რას ნიშნავს? ანუ დაახლოებით ის დონე, სადაც ყველა ჰეჯირებულია, ხო? ამიტომ ჩვენ შემთხვევაში არ უნდა იყოს 100%. ეხლა ლარიზაცია, ხო? ამაზე მე მგონი ყველა ერთაზეა, სხვა შორის ვისურვებდი რომ სარეიტინგო სააგენტოებში ეს უფრო კარგად იყოს გამოკვეთილი, ხშირად არ არის ეს კარგად გამოკვეთილი, ანუ ერთია რომ მაგალითად 45%-იანი დოლარიზაცია პირობითად როგორ განსხვავდება 35-ისგან, ერთია, ხო? და მეორეა როგორ განსხვავდება 0-ისგან, ანუ ორი განსხვავებული რამე, ანუ მაინც სარეიტინგო სააგენტოებს ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მაინც 0-ზე აქვთ ორიენტირება და ეს არასწორია, ანუ ამ იმიზების გამო რაც მოგახსენეთ. ეხლა მარტივი საკითხი ეს არ არის, იმიტომ რომ მარტო ერთ რიცხვზე არ არის, ეს გააჩნია კომპოზიცია როგორია შიგნით, ხო?
ეხლა მაგალითად ჩვენ რო ავიღოთ მაგალითად ჩვენი მეღვინეები, რომლებიც ღვინოს ყიდიან რუსეთში, ვიცით, ხო? მან თუნდაც გზავნილები იმ მასშტაბით არ არის, მაგრამ მაინც დარჩენილია მნიშვნელოვანი ნაწილი, ხო, გზავნილების, რომელიც რუსეთთან არის, ხო, ასე. ახლა ლარში არ არის ეს შემოსავალი, ხო, სწორია. ხო, მათი შემოსავლები რუსეთთან არ არის ლარში, მაგრამ არც დოლარში არ არის. ანუ რა ვალუტაშია ეს შემოსავალი? არის რუბლში. ხო, ახლა რუბლის როლზე პოლიტიკური თემები ახლა გასაგებია, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და უხერხულიც არის გარკვეული გაგებით, მაგრამ ანუ ეკონომიკური შინაარსით ეს არც ლარია და არც დოლარი. ანუ აქეთ ამით საერთოდ მყავს საუბარი, რომ ჩვენ როცა ვამბობთ ამ 35%-ს ან თუნდაც 40%-ს, იქ მარტო ევრო დოლარი ვერ იქნება, ხო, მაგრამ ბუნებრივია. კი ბატონო, რუბლი მით უმეტეს ცოტა სარისკო ვალუტაც არის ამ საერთაშორისო სანქციების ფონზე. ეს რა თქმა უნდა, სანქციებს ვითხოვთ და ბოლო კითხვა თქვენთან ბატონო ოთარ და მინდა რომ ამით შევაჯამოთ. თქვენ კი ამბობთ რომ ჯამში ვთქვათ პოზიტიური არისო გამოხმაურება საბანკო სექტორის მიმართ და მეც გეთანხმებით მედეგობაზე ცალსახად არის ესე ვთქვათ გასმული ხაზი. თუმცა ამ მედეგობაში ძალიან საინტერესო კომპონენტი არის ის რომ დიდწილად ეს დამოკიდებული არისო დღეს ეკონომიკურ ზრდაზე ჩვენს ქვეყანაში და ეს ეკონომიკური ზრდა ერთის მხრივ პლუსიც არის, მაგრამ გამოწვევაც არის საბანკო სექტორისთვის, თუ შევხედავთ ამ ეკონომიკური ზრდის სტრუქტურასო და ვთქვათ უძრავი ქონება იყო იქ დასახელებული ICT სექტორი და ასე შემდეგ. აი ამის ესე ვთქვათ ამ ეკონომიკური ზრდის როგორც ფაქტორის შეფასებაც მინდა მოკლედ თქვენგან და ამით დავასრულოთ. დიახ, კი ბატონო, ძალიან მოკლედ აი რამდენიმე კომენტარს ვიტყვი კიდევ, ვთქვათ იგივე რისკების კუთხით. თქვენ კომენტარით ხოვეთ და მეტ აქცენტს გავაკეთებდი მე შიდა განმარტებებზე, აქ თქვენმა სტუმარმაც აღნიშნა ეს და სხვათა შორის შიდა განმარტებები არა მარტო უფრო მეტად რისკიანი ახდება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ინფორმაციის მიწოდება, ხო, მაგალითად მე შიდა განმარტებაც შემიძლია ავიღო და იგივე სამხარო ეს ითქვა, ისიც შემიძლია ავიღო. გარდა ამისა ეს ვალუტაშია, ხო? ჩვენ ვიცით რომ შიდა განმარტებები ლარში არ არის, ანუ ეხლა მე თუ ლარში მაქვს შემოსავალი და ესე იგი ჩემთვის ვალუტის იპოთეკა რისკია, ასევე ვალუტის შიდა განმარტებაც რისკია, ხომ ასეა. ამიტომ მე არ ვამბობ, რომ ეს უნდა აიგზავნოს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი საკითხია იმ მასშტაბით, რა მასშტაბსაც ეს ამ თემამ მიაღწია და ასევე დავამატებთ და გიპასუხეთ მოკლედ თქვენ კითხვაზე, ანუ რისკებს შორის ჩამოთვლითი იგივე ჩვენთვის ყოველთვის ნანატრი სცენარია იგივე უკრაინის კონფლიქტის რეზოლუცია, ნუ სამწუხაროდ არ უჩანს ამას პირი და ისიც რა უბედურებად ხდება იქ, თუმცა როგორც ასე ვთქვათ, დამატებითი სავალუტო შემოდინებები გამოიწვია ამ სამწუხარო კონფლიქტმა, რაც მიმდინარეობს. ანუ მისი შესაძლო მოგვარება, ჩემი აზრით, გარკვეულ ამ შემოდინებებს უკან კი ბატონო. და ესეც გასათვალისწინებელი არის, როგორც რისკი. უღრმესი მადლობა ბატონო ოთარ, აქ უნდა დაგემშვიდობოთ სამწუხაროდ, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მოსმენა. ოთარ ნადარაიას უსმენდით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა მას და ბაზრის მოთამაშესთან ერთად პრაქტიკულად შევაჯამებთ გადაცემას. ჯერ კიდევ 1 დეკემბერს გავიგეთ, რომ საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა ქართული ბანკების საკრედიტო რეიტინგის შეფასებების პერსპექტივა გააუმჯობესა. მანამდე საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გაუმჯობესდა, რასაც საფუძვლად საერთაშორისო რეზერვების ზრდა და გარე ლიკვიდობის რისკების შემცირება დაედო. ამ ბანკებს შორის იყო პროკრედიტ ბანკიც, Fitch-მა ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი BB+-ზე დატოვა, ხოლო პროგნოზი ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. სააგენტო აღნიშნავს, რომ ბანკის პოზიციას ამტკიცებს მისი აქციონერის პროკრედიტ ჰოლდინგის მხრიდან მხარდაჭერის შესაძლებლობა, ასევე სტაბილური აქტივების ხარისხი და მომგებიანობა. სად დაინახა პროკრედიტ ბანკმა საკუთარი თავი Fitch Ratings-ის დღევანდელ შეფასებებში. ელენე ცინცაძე გვეტყვის. მეც მოგესალმებით ელენე, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გავიმეორებ პრაქტიკულად ჩემს კითხვას. ესე ვთქვათ, რამდენად ეხმიანებოდა ის აქცენტები, რაც არტემ ბეკეტოვისგან მოვისმინეთ, იმ გამოწვევებს თუ შესაძლებლობებს, რაც პროკრედიტ ბანკის წინაშეა, როგორც მოთამაშის წინაშე. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო თემით. რითიც უნდა დავიწყო ალბათ არის ის, რომ პროკრედიტ ბანკს აქვს ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგი ქვეყანაში, ეს BB+.
ეს არის ერთი ნოჩით, ერთი ბიჯით უფრო მაღალი რეიტინგი ვიდრე sovereign რეიტინგი, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ასევე კონკურენტ ბანკებთან შედარებით, უმეტესობასთან შედარებით, ეს არის ასევე ერთი ან ორი ნოჩით მაღალი რეიტინგი. ეხლა რითია ეს განპირობებული ესე მოკლედ რომ გითხრათ და შემდეგ აი იმ რაღაცა გამოწვევებზე თუ შესაძლებლობებზე, რაზეც ფიჯის წარმომადგენელმა ისაუბრა და რაში ვეთანხმებით და რასაც ხედავთ ჩვენ თავს. ეს ჩვენი რეიტინგი კი როგორც მათ აღნიშნეს დიდწილ არის გამოწვეული პროკრედიტ ჰოლდინგის მხარდაჭერით, ეს არის ჩვენი 100%-იანი აქციონერი, რომელსაც თავად აქვს საინვესტიციო რეიტინგი, სამაგიბე რეიტინგი, ეს პირდაპირ ჩვენზე არ გადმოდის, რადგან ჩვენი რეიტინგი შეზღუდულია ქვეყნის რეიტინგით. ის შეიძლება ერთი ნოჩით უფრო მაღალი იყოს ქვეყნის რეიტინგზე, მაგრამ ქვეყნის რისკიდან გამომდინარე, ამაზე მაღლა წასვლა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ეს სრული მხარდაჭერა გამოჩნდა როგორც თქვათ სხვა ბანკების შემთხვევაში ჰოლდინგს აქვს 11 ქვეყანაში ბანკი უკრაინაში მათ შორის და რისკის შემთხვევაში ცალსახა იყო მათი სრული მხარდაჭერა ასევე თქვათ ყოველდღიურ საქმიანობაში ეს არის ლიკვიდურობა კაპიტალის საკითხები ევროპული პრაქტიკების გადმოცემა ჩვენთვის თუ ასე შემდეგ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი რის გამოც პროკრედიტს აქვს ასეთი მაღალი რეიტინგი თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორები რასაც გამოვყოფ არის ჩვენი ასე ვთქვათ წინდახედული ფრთხილი მიდგომა რისკების მართვის კუთხით აქ არის როგორც საკრედიტო რისკები რომელიც შემდეგ ითარგმნება პორტფელის ხარისხში და ამ კუთხითაც ვთქვათ გამორჩეული პორტფელი გვაქვს ასევე სხვა რისკების მართვა და ასევე არის მაღალი კაპიტალიზაციის დონე, რომელიც ასევე საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ბანკების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მაღალი გვაქვს. შესაბამისად, ამ სამივე მიმართულებით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ სტაბილურია როგორც ამ დროს მდგომარეობა, ასევე სამომავლო ელენე, აი ამ ფონზე ვთქვათ, აი საბანკო სექტორის მაღალი კონცენტრაცია, ხო ის 80%, რომელიც ორ ბანკს ესე ვთქვათ, უჭირავს სტაბილურად ბევრი წლის განმავლობაში. გამოწვევა არის თქვენთვის, როდესაც კონკრეტულად პროკრედიტ საქართველოს ვუყურებთ, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა, აქვე მარეგულირებელს როგორ ფიქრობთ, უნდა კონდეს თუ არა უფრო დიფერენცირებული მიდგომა, ესე ვთქვათ, ისეთი ბანკის მიმართ, როგორც პროკრედიტია ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ეს ცალსახად არის გამოწვევა. ამაზე არაერთი საუბარი ჩვენ მარეგულირებელთან გვაქვს და მომავალშიც გვექნება, რამდენად უნდა იყოს რეგულაცია პროპორციულობის ნაწილში გათვალისწინება. ამაზე საუბრობთ მარეგულირებელთან. კი, ქონია ამაზე არაერთი საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია კონკურენციის ზრდა ბაზარზე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამ ორ ბანკს შორის კონკურენცია არის, თუმცა რესურსებიდან გამომდინარე, შედარებით მცირე ზომის ბანკები ზოგ შემთხვევაში ვიჩაგრებით. ეს არის მაგალითად, როცა ახალი რეგულაციის დანერგვა ხდება და ეს რეგულაცია მაგალითად ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული, რესურსის დახარჯვა დაახლოებით ხშირ შემთხვევაში თანაბარია ხოლმე საჭირო, ამ დროს რესურსებზე წვდომა ბუნებრივია და ტექნოლოგიური განვითარება ერთნაირი რიგ შემთხვევაში არ არის. ასევე არის თქვათ ზოგადი პრაქტიკა, მაგალითად კაპიტალის მოთხოვნების კუთხით, სადაც არის დიფერენციაცია, ანუ საქართველოს ბაზარზე არსებობს სისტემურობის ბუფერი, თუმცა ეს ვფიქრობთ ჩვენი გადმოსახედიდან, რომ არასაკმარისია. ასევე არ არის თქვათ თანაბარი დეპოზიტების ფასი, რატომ მაგალითად მინიმალური რეზერვების მოთხოვნები განსხვავდება ბანკების მიხედვით. განსხვავდება დოლარიზაციის შესაბამისად და პროკრედიტ ბანკის ერთ-ერთი გამოწვევა ვთქვათ და რაცაც ეროვნულ და ფიჯით ასახელებს არის რომ მას აქვს შედარებით მაღალი დოლარიზაცია. ამ კუთხით ბევრი დისკუსია გვაქვს ხოლმე როგორც ეროვნულთან, ასევე ვთქვათ ფიჯთან და სხვა გარე მხარეებთან და მინდა ვთქვათ აი ამ ნაწილს ცოტა მეტად ჩავყვე. რას ნიშნავს დოლარიზაციის რისკი, ხო, რომ შენ გაქვს სესხი უცხოურ ვალუტაში, ამ დროს არ გაქვს შემოსავალი იგივე ვალუტაში. პირველ რიგში ჩვენ უნდა შევდარდეთ ჩვენაირი სტრუქტურის ბანკს. ჩვენ ვართ SME ბანკი, 90% ჩვენი პორტფელის არის SME-ის და თუ SME-ის დავედარებით, მაშინ დოლარიზაციის დაახლოებითი დონე მსგავსია და არ არის მაღალი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც უკვე აღნიშნე, რისკების მიმართ განსხვავებული მიდგომა. ჩვენ გვაქვს განსხვავებული პრაქტიკა და სესხის გაჩენის შემთხვევაში ჩვენ მომხმარებლის შემოსავალს ვსტრესავთ, უხეშად რომ გითხრათ 30%-ით, თუ
სესხის ვალუტა და შემოსავლის ვალუტა განსხვავდება. ანუ ეს რისკი ჩვენ უკვე რისკების გაქვთ გათვლილი. ეს არ არის პრაქტიკა ბაზარზე, ეს არის პროკრედიტის ინდივიდუალური მიდგომა. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ წინდახედული მიდგომა გვაქვს, ეს რისკი გათვალისწინებულია და ეს გამოჩნდა კრიზისულ სიტუაციებში, როდესაც მერყეობა იყო, იქ კოვიდის პერიოდში, მერე უკრაინის ომის დაწყების პერიოდში, მერყეობა როცა იყო ვალუტის ბაზარზე, გამოჩნდა, რომ ჩვენი პორტფელი ძალიან სტაბილური იყო გადახდისუნარიანობის კუთხით და ამ რაღაცა გადაზღვევამ იმუშავა. მადლობა თვალსაჩინო მაგალითებისთვის, რაც ასე ვთქვათ, ბიზნესის წიაღიდან მოდის. მინდა რომ წელი შეაჯამოთ ძალიან მოკლედ და რამდენიმე სიახლე დაგვიანონსოთ, რასაც შეიძლება ველოდოთ უკვე 2026 წელს და ამით დავასრულოთ. პროკრედიტისთვის საკმაოდ ესეთი საინტერესო წელი იყო 25, ტურბულენტური. ჩვენ დავიწყეთ ახალი სტრატეგიის იმპლემენტაცია დაახლოებით 2 წლის წინ და შესაბამისად ბევრი ცვლილებები გვქონდა ამ წელს. ახლა რას გულისხმობდა ეს სტრატეგია? პირველ რიგში გვინდოდა პორტფელის ზრდა, უყურთ პორტფელის ზრდა სხვადასხვა სეგმენტებში. როგორც აღნიშნეთ, ჩვენ SME ბანკი ვართ, მაგრამ დივერსიფიკაცია პორტფელის არის ერთ-ერთი მიზანი, რაც წინა პერიოდშიც იყო და მომდევნო პერიოდშიც ისეთი ფოკუსი ამაზე იქნება. წარმატებულს დავარქმევ ჩვენ წილის ზრდას მიკრო მეწარმეების სეგმენტში, ასე ვთქვათ. ეს ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ, თუმცა პროკრედიტს ამას წლების გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. მე რაღაც პერიოდი ნაკლებად აქტიური იყო ამ სეგმენტში და ახლა ისევ გააგრძელეთ. ახლა აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით და გეგმების კუთხით არის, რომ დივერსიფიკაცია გავაგრძელოთ პორტფელის, აგრესიულად გავიზარდოთ, რაც მარკეტზე უფრო მაღალ ზრდას ნიშნავს. ამ კუთხით დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ, წელსაც და მომავალ წელსაც გავახორციელებთ. და საინვესტიციო პერიოდის შემდეგ შესაბამისად ამ მონაგებს ველოდებით. ეს არის როგორც ვთქვათ, რაღაცა მცირე ქსელის გაფართოება, არა ფართო მასშტაბით, მაგრამ მცირე, ისე ვთქვათ, სხვადასხვა პროდუქტების დანერგვა, რაც აქამდე ბაზარს არ ვთავაზობდით, ეს არის იმ სეგმენტების დაფინანსება, სადაც უფრო თავშეკავებულები ვიყავით, მეტად მოქნილობა და მეტი ავტომატიზაცია. დაგაკვირდებით. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. ელენე ცინცაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა მას, მადლობა თქვენ, რომ გვიყურებთ, შევხვდებით უკვე პარასკევს დილიდან დროებით.